გურჯაანის სათნოების სახლის ბიუჯეტი 840,000 ლარამდე გაიზარდა და ყოველდღიურად ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში 400 ბენეფიციარი ისარგებლობს უფასო კვებით. არიან მომლოდინეებიც, რომელთაც სურთ პროგრამაში ჩართვა. დეტალურ ინფორმაციას მოქალაქეთა თანადგომის შესახებ აიპის ხელმძღვანელი ზაზა ჯადუგიშვილი მოგვაწვდის. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მას შემდეგ, რაც სათნოების სახლის ბიუჯეტი გაიზარდა, რა შეიცვალა და როგორ გაუმჯობესდა ბენეფიციართა კვება? მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ემსახურება სოციალურად დაუცველ პირებს 400 ბენეფიციარი ყავს მთლიანად რაიონში, მუნიციპალიტეტში. აქედან 150 ადამიანს ემსახურებით ადგილზე, რომლებიც მობრძანდებიან და თვითონ ადგილზეც იკვებებიან და თვითონ მიაქვს სახლში, დანარჩენ ბენეფიციარებთან ჩვენ მიგვაქვს სახლში საჭმელი. ჩვენ გვაქვს ერთჯერადი კვება, დაფინანსება რაც შეეხება დაფინანსების გაზდას, შაშან 100 ბენეფიციარი დავემატა და სოფლები ვაჩნაძიანიდან კარდენახის ჩათვლით მოვიცვით სოფლები ყველა და ყავს ბენეფიციარი, რომელთანაც ადგილზე მიგვაქვს სახლში საკვები. ასევე კაჭრეთის მხარეში ყავს 100 ბენეფიციარი და იქაც ყველასთან სახლებში მიგვაქვს საჭმელი. კვებას რაც შეეხება ძალიან კარგი კვება გვაქვს, ერთჯერადია, მაგრამ ძალიან კარგი კვება გვაქვს, მენიუ ნორმალურია. ხორციანი საჭმელებიც გვაქვს, ისეთ საჭმელებიც 4 სამშაბათს და ხუთშაბათს ხორციანი საჭმელია, ასევე შაბათს ქათმის ხორცი და ასე შემდეგ. თითო ადამიანის კვება დაახლოებით ახლა საშუალოდ ჩდება 3 ლარამდე, 3 ლარ ნახევარი, გააჩნია, როდესაც ხორციანია უფრო მეტად ჩდება, როცა ნაკლები. რა ვიცი, მე მგონი ბენეფიციარები კმაყოფილები არიან, უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ, ძალიან მოსწონთ ჩვენი საჭმელები, ჩვენი საუკეთესო მზარეულები ყავს და ყველაფერი სულად დაცვით ხდება სანიტარული დაცვის ნორმების ფარგლებში. ჰასპის პროგრამა დავნერგეთ შარშან და იმის მიხედვით მივყვებით ამ პროგრამას და ყველაფერს თავის უმაღლეს დონეზე ვაწარმოებთ. როგორ შეუძლია სოციალურად დაუცვას გახდეს თქვენი ბენეფიციარი, რათა ისარგებლოს უფასო კვებით? რა კრიტერიუმების უნდა აკმაყოფილებდეს? ბენეფიციარების შერჩევას აწარმოებს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური. სოციალურ სამსახურში მიბრძანდებიან ბენეფიციარები, წერენ განცხადებას. იქ თავიანთი ნორმები აქვს, თუნდა იყოს სოციალურად დაუცველი ნამდვილად, რაღაც ქულების შესაბამისი ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან და პირადობის მოწობა და მე რიგში დგებიან. ეხლა 400 ბენეფიციარზე გვაქვს გათვლილი ჩვენ ბიუჯეტი. და ხდება ისეთი, რომ სამწუხაროდ ზოგი გარდაიცვლება, ზოგი საცხოვრებელ ადგილს იცვლის და როცა მათ ამოწერას ვახდეთ, ხდება ჩანაცვლება უკვე ვინც რიგში დგა იმ ბენეფიციარებით. რა კრიტერიუმის მიხედვით არჩევთ ბენეფიციარებს, რომლებთანაც ადგილზე სახლში მიგაქვთ საკვები? მასე ჩვენ არ ვარჩევთ, თუ კავშირდებით სოფლის წარმომადგენლებს, მერის წარმომადგენლებს სოფლებში და ისინი არჩევენ თვითონ, იმიტომ თავიანთ სოფელში უკეთესად იციან ვინ აყავთ გაჭირვებული და ვისთან შეიძლება ყველა მეტნაკლებად ვისთან უფრო შეიძლება მეტანა და მე უკვე ისინი ცნობებს აძლევენ, გამოდიან განცხადებას წერენ და მე სოციალური სამსახური შერჩევას აკეთებს იმის მიხედვით რა კრიტერიუმებიც არის. ეს კრიტერიუმები საკრებულოს მიერ არის დადგენილი. და ბოლოს როგორც ვიცი, სადღესასწაულო პაკეტებსაც ურიგებთ ხოლმე ბენეფიციარებს. დამატებით პაკეტებსაც ვაკეთებთ ყოველ წელიწად ჩვენ სააღდგომოდ. პასკები, კვერცხები და ასევე საახალწლო პაკეტები გვაქვს გასულ წელს, ახლა გქონდა 100 ლარიანი პაკეტები, მერე 50 ლარიანი პაკეტები, შედის პროდუქტები, რომელსაც ჩვენ ბენეფიციარებს გადავცემთ ხოლმე საჩუქრად. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა.